გამარჯობა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პოდკასტი იწერება ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, რომლის ხელმძღვანელიც გვყავს დღეს სტუმრად და ვიფიქრეთ, რომ საინტერესო იქნება ვისაუბროთ არასამთავრობოების შესახებ გავრცელებულ სტერეოტიპებზე. ნანა ნერსეზაშვილი არის ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. ნანა უკვე მრავალი წელია ხელმძღვანელობს ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრს, თუმცა სანამ ეს ორგანიზაცია გაჩნდებოდა თემში, მანამდე მან 18 წლის წინ თავის თანამოაზრეებთან, მეგობრებთან ერთად დააფუძნა სათემო ფონდი ლელი, სათემო ორგანიზაცია. და ზუსტად იმის შედეგი იყო შემდგომ, რომ გაჩნდა შესაძლებლობა ზრდასრულთა განათლების ცენტრის დაარსებისა. ძალიან საინტერესო გზა აქვს გავლილი ამ ორგანიზაციას თვითონ ნანაც სფეროში და ვფიქრობთ, რომ საინტერესო სტერეოტიპები შევარჩიეთ, რომელზეც მსჯელობაც ჩემთვისაც ძალიან ემოციური იქნება. ეს ყვადაღებული თემა, რომ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან გრანტიჭამიები და ახლა უკვე ახალი ტერმინი გვაქვს იარლიყად მოკრული, რომ ვართ უსამშობლოები, თითქოს და ჩვენ სამშობლო არ გვიყვარს. შევეცდებით, რომ აი ამ მოსაზრებებს გავყვეთ, სინამდვილეში როგორ არის, რაღაცნაირად მტყუან მართალი გავარჩიოთ და ამის საუკეთესო მაგალითი იქნება სწორედ ის გამოცდილება, რაც ნანამ გაიარა და ის საქმეები, რომელიც თქვათ ამ ორგანიზაციას უკეთებია. მოკლედ პირდაპირ დავიწყოთ ნანა შენი წესები, ვიღებთ ფრაზებს და ამაზე შლით მსჯელობას. მოდი აბა დავიწყოთ. ზუსტად ნაბარა შეხვდა. ის სტერეოტიპი ამოვიდა, გრანტიჭამიები და უსამშობლოები. ძალიან კაია რომ დაემთხვა და პირველი ამოვიღეთ. კი. რა ხდება აბა რატო ჭამდი გრანტებს? მივესალმები ჩვენი პოდკასტის მაყურებელს და არ დავიწყებთ თავის მართლების რეჟიმში ყოფნას, უბრალოდ მოვყვებით, რომ ძალიან კარგად შეფუთული პროპაგანდის ნაწილია გრანტიჭამიები და უსამშობლოები და რეალურად ადამიანებმა, ვისაც ჩვენი სერვისებით უსარგებლიათ, ძალიან კარგად იციან, რამდენად მცირე ბიუჯეტებით, მცირე საგრანტო თანხებით ჩვენ მუშაობდით ჩვენ საცხოვრებელ გარემოში ცვლილებების მისაღწევად. ისეთი საბაზისო ცვლილებების მისაღწევად, როგორიც არის ადამიანს დაეხმარო სამართლებრივი საკითხების მოგვარებაში, ფსიქოლოგთან კონსულტაციაში, დრო შეიცვალა და შრომით ბაზარზე არსებული პროფესიის დაუფლებაში, რომელიც შეუძლია რომ ადგილზე თემში მიიღოს. იმის ნაცვლად, რომ თქვათ, როდესაც ყავს სამი შვილი და მას არ შეუძლია რომ თავისი საცხოვრებელი სივრცე დატოვოს და წავიდეს სხვაგან, რამდენიმე ათეული კილომეტრით მოშორებულ მანძილზე და ჩაერთოს საგანმანათლებლო პროცესში, ჩვენ და ჩვენი ტიპის სათემო ორგანიზაციებმა დიდი დონორების დახმარებით, რომლებიც როგორც ქართულ დონორებს გულისხმობ, ისე საერთაშორისო დონორებს, მხარი დაუჭირეს ჩვენს ინიციატივებს, როდესაც საგრანტო პროგრამებს ვამზადებდით და შევძელით, რომ არაჩვეულებრივი საგანმანათლებლო სივრცეების შეგვექმნა რეგიონებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში მაცხოვრებელი ადამიანებისთვის. დღეს ახალი ტერმინი გვაქვს უსამშობლოები. უსამშობლო ადამიანი ამდენ ძალისხმევას არ ჩადებს თავის ქვეყნის განვითარებაში, იმ საზოგადოებაში ცვლილებების მისაღწევად და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, სადაც ცხოვრობს. ის უბრალოდ მაშინ ადგება და წავა ამ ქვეყნიდან და რომელ ქვეყანასაც აირჩევს საცხოვრებლად და თავის სამშობლოს, სამშობლოთ იქ დაფუძნდება. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც ალბათ ზედმეტადაც გვიყვარს ჩვენი სამშობლო და ვიღწვით იმისთვის, რომ კეთილდღეობა შეიქმნას რეგიონში, პატარა სოფლებში, ქალაქებში, პატარა ქალაქებში და გადავდგათ განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რადგან თუ კი ქვეყანა და თვითეული ადამიანი განათლებაში დებს ინვესტიციას და ფულს, ამ შემთხვევაში ის ქვეყნის მომავალში დებს ფულს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანას ჯერ კიდევ, როდესაც ჩვენ საქმიანობა დავიწყეთ, თითქმის 20 წელია რაც სფეროში ვართ, ძალიან მცირე ბიუჯეტი ქონდა არა მხოლოდ რეგიონებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. ჩვენი ტიპის ორგანიზაციები განვითარებული ქვეყნებიდან საგრანტო პროგრამების საშუალებით ახდენდნენ მოზიდვას ფულადი რესურსისას, რომელსაც მერე ხარჯავდნენ ჩვენს ქვეყანაში ადამიანების მხარდასაჭერად. უამრავი სერვისი პროგრამა შეიქმნა, მათ შორის სახელმწიფო სერვისებად, რომელიც იქცა და ჩვენი ტიპის ორგანიზაციებმა, ჩვენზე დიდმა ორგანიზაციებმა ბევრი საინტერესო სერვისი შექმნეს, რომლის მართვაზე შემდგომში სახელმწიფომ აიღო პასუხისგებლობა და
2 წლის წინაც სიამაყით აცხადებდა სახელმწიფოს თითოეული წარმომადგენელი, რომ რამდენად კარგად მუშაობდით ერთობლივად, რამდენ საინტერესო პროექტს და პროდუქტს გვქვნიდით ქვეყნის მოსახლეობისთვის. ამ 2 წელში რა მოხდა? და თვითონაც სახელმწიფო პროგრამების დიდი ნაწილი ზუსტად ესეთი ალტერნატიული რესურსებით იყო, ხო? შექმნილი. აბსოლუტურად გეთანხმებით, ჩვენ ბევრჯერ ავხსენით ჩვენი სექტორის წარმომადგენლებმა, რომ ANGO სექტორში, ეგრეთ წოდებულში, სამოქალაქო ორგანიზაციებში, რა ვიცი, ბევრ ტერმინს იყენებენ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, სათემო ორგანიზაციებში, ყველა გადის არასამთავრობოში. დიახ, საბოლოო ჯამში დღეს ყველა გადის არასამთავრობოში, მხოლოდ ბიუჯეტის, ჩვენი ქვეყნისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის დონორების მიერ, მათ შორის ევროკავშირის მიერ 11% ხდებოდა ჩვენი ტიპის ორგანიზაციებში. 99% გამოყოფილი თანხების მიედინებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში, საიდანაც სხვადასხვა სერვისები და პროექტები ხორციელდებოდა, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები. თუ ჩვენ ამაზე ღიად დავიწყეთ საუბარი, ეს არ არის, რომ ჩვენ ან უსამშობლოები ვართ, ან სახელმწიფოს ვერჯით, არამედ დიახ, ჩვენი ფუნქცია ამ ქვეყანაში ნაწილი ორგანიზაციების არის ის, რომ მუშაობთ განათლებაზე და ადამიანების მხარდაჭერაზე, სხვადასხვა ტიპის სერვისის შექმნით, მაგრამ აგრეთვე არიან ქვეყანაში ისეთი ორგანიზაციები, რომელთა პროფილი არის მონიტორინგი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროექტების და პროგრამების, რომ არ იყოს კორუფცია, არ იყოს სხვადასხვა ტიპის დარღვევა, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე. შესაბამისად, სახელმწიფოს დიახ ჭირდება ჩვენი ტიპის ორგანიზაციები, როგორც მაკონტროლებელი რგოლი, რათა ის, რაც ეკუთვნის ადამიანებს და ხალხს, მოხმარდეს ხალხს და არა ვთქვათ თვითნებურად, როგორც უნდა ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს მნიშვნელობა არ აქვს ეს დღევანდელი ხელისუფლება იქნება წარსული ხელისუფლება თუ მომავალი ხელისუფლება. ჩვენი ტიპის ორგანიზაციების მიზანი არის მხარდაჭერა, სწორად მართონ სახელმწიფო ბიუჯეტი და ვაკონტროლოთ იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებით მოხდეს მომსახურება იმ ადამიანების, ვინც ამ გადასახადებს იხდიან. დიახ, ხელისუფლება არის დაქირავებული თავისი მოსახლეობის მიერ და თუ ის ღირსეულად არ მუშაობს, ამ შემთხვევაში პროტესტი არის ნორმალური, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება და თუ კი ჩვენ ვაპროტესტებთ და არ მოგწონს როგორ გვექცევა ხელისუფლება, როგორ მართავს ჩვენს ბიუჯეტს ხელისუფლება, ჩვენი კონსტიტუციური უფლება გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი, ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის და თავისუფლებისთვის. შესაბამისად, ჩვენთვის გამოყოფილი ფულადი რესურსით პირნათლად ვემსახურებით იმ თემს, იმ სივრცეს, ვისთვისაც საპროექტო განაცხადებს ვამზადებთ, ჩვენი ბიუჯეტები არის გამჭვირვალე, შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ხანდახან ჩვენი პროექტის ბიუჯეტი არის 700 ლარი, 1000 ლარი, 5000 ლარი, კი 50,000 ლარიც, მაგრამ თითოეულ ბიუჯეტს მოყვება მისი შესაბამისი აქტივობების რაოდენობა და ხშირ შემთხვევაში ჩვენ აგრეთვე გვჭირდება მოხალისეობრივად მუშაობა, რომ ჩვენი პროექტის მიზნები იყოს მიღწევადი. სწორედ ამიტომ ვუწევთ ხშირად მოხალისეობრივ საქმიანობას პოპულარიზაციას, რადგან ეს არის მწირი რესურსები, მწირი თანხები და სულაც არ არის საკმარისი იმ საქმიანობის განსახორციელებლად, რაზედაც ხშირად პასუხისგებლობა გვაქვს აღებული. რომ იცოდნენ ადამიანებმა პროექტის მომზადებიდან გრანტის მიღებამდე ხშირად 2 წლიან ციკლს გავდივართ. ჩვენმა იდეამ დროს უნდა გაუსწროს, რომ როდესაც დონორი ჩვენს პროექტს განიხილავს, მან უნდა დაინახოს, რომ იმ დროში და იმ სივრცეში კი ეს იდეა იმუშავებს და ადამიანებს ჭირდება ის სერვისები, რასაც ვთავაზობთ. როდესაც ჩვენამდე ეს თანხა მოდის, ჩვენ მას გამკარგავთ, გამჭვირვალეთ და არ გვაქვს შეხება დიდი ხანია, რაც ელექტრონული სერვისები არსებობს ნაღდ ფულთან, ჩვენი გადარიცხვები არის გამჭვირვალე, ამის ხილვა შეუძლია ნებისმიერ თანამშრომელს, მათ შორის ნებისმიერ ჩვენი სერვისით მოსარგებლებს თუ კი ამისი სურვილი ექნება და ამავე დროს, როდესაც ჩვენ ვიწყებთ ანგარიშგებას დონორთან,
ეს არ არის მარტივი პროცესი, თვითეულ თეთრზე, თვითეულ შენაძე ნივთზე, თითოეულ ჰონორარზე ჩვენ გვჭირდება უამრავი დოკუმენტის წარდგენა, რაც არც ისე მარტივია და დამატებით შრომას და ძალისხმევას მოითხოვს და ხშირად ჩვენ არ გვყავს საკმარისი ადამიანური რესურსი, რადგან დონორის მიდგომაც არის, რომ განსაზღვრულია ბიუჯეტიდან, რა თანხა შეიძლება წავიდეს იმ ადამიანებზე, ვინც პროექტს განახორციელებს ეგრეთ წოდებულ პროექტის გუნდზე და ხშირად 2-3 ადამიანი კოლოსალურ შრომას გასწევს იმისთვის, რომ პროექტის მიზნები იქნეს მიღწეული. და ხშირად ჩვენ გვჭირდება გქონდეს რამდენიმე პროექტი ერთად იმისთვის, რომ ყავდეს გუნდი, შევინარჩუნოთ ადამიანები ჩვენ სივრცეებში, რომლებიც წლების განმავლობაში მომამზადეთ როგორც ტრენერები, როგორც ადმინისტრაციის თანამშრომლები, როგორც პედაგოგები კურსების და მათი შენარჩუნება და ადგილზე დამაგრება მარტივი არ არის. ჩვენ გვაქვს მუდმივად პასუხისგებლობა, რომ ამ ადამიანებზე ვიზრუნოთ, მათ სამუშაო გარემო შევუქმნათ და მათი დაფინანსება როგორმე მოვიპოვოთ, რომ ის ადამიანები გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენთან მუშაობდნენ. ამიტომ ხშირ შემთხვევაში დიახ, გული სატკენია, როდესაც ვიღაცა გეუბნება, რომ შენ ხარ უსამშობლო ადამიანებს, რომლებიც 20 წელია სფეროში ვართ და მხოლოდ მთელი ცხოვრება ამ ქვეყნისთვის მუშაობთ და აქტიური წვლილი შეგვაქვს სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში. აი თუ დაგითვლია, რამდენი პროექტი განგიხორციელებია საერთოდ უხელფასოდ? საერთოდ მე ხა 4 წელია ძალიან აქტიურად ვუყურებ ამ პროცესს და მარტო ამ 4 წლის განმავლობაში რამდენიმე ეგეთი პროექტი მე გამახსენდება. პროექტი სადაც საერთოდ არ გაქვს არანაირი შემოსავალი, იმას აღარ ვამბობ, რომ მიუხედავად იმისა, თქვა რაღაც მიმართულებით, რომ ჩართული ხარ და ამაში გარკვეულწილად ანაზღაურებას იღებ, ამის მიღმა კიდე რამდენი ადამიანი საქმეს აკეთებ, რაც შეუძლებელია ხოლმე, რომ თუნდაც პროექტში გაითვალისწინო. კი, გეთანხმებით. მე მაგალითად მქონია შემთხვევა, როდესაც პარალელურ რეჟიმში მქონდა 10, ხანდახან 12-14 პროექტი, რომელთა ბიუჯეტი იყო მცირე და ამ პროექტების ნახევრის მენეჯმენტს მე ვაკეთებდი მოხალისეობრივად, იმიტომ რომ იქ დასაქმებულიყვნენ სხვა ადამიანები, რომლებიც მინდოდა რომ ჩვენ გუნდში შენარჩუნებულიყვნენ, ან ისინი მოვამზადეთ იმისათვის, რომ დაგვესაქმებინა და პირდაპირ მათი უნარების გათვალისწინებით დაგვიწერია პროექტები. როგორც წესი, ჩვენი სექტორის წარმომადგენლებს საქმეთ არ ეთვლებათ კადრების მომზადება, რომლებიც ჩვენთან ძალიან სწრაფად ვითარდებიან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უნარის განვითარება უწევთ ერთდროულად, როდესაც ისინი მოხალისეები არიან ან მცირე ბიუჯეტიან პროექტებში არიან ჩართულები და შემდგომ ისინი ხშირად ბიზნეს სექტორში გადადიან, ან საჯარო სექტორში გადადიან. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამავე დროს ამ ქვეყნისთვის კადრების სამჭედლო ვიყავით წლების განმავლობაში და არასდროს არ უსაუბრიათ ღიად ამ საკითხებზე, მათ შორის არც ხელისუფლების წარმომადგენლებს, როდესაც თანამშრომლობის კარგი პრაქტიკები ჰქონდა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ზოგადად ამ მიმართულებით გამოირჩეოდა კიდევაც იმდენად ბევრი და საერთო პროექტი გვაქვს გაკეთებული. რაც შეეხება მოხალისეობრივ საქმიანობას, მე 2 წლის განმავლობაში და 2 წლის და 4 თვის განმავლობაში, მაშინ როდესაც თქვენ ახსენეთ, რომ სათემო ფონდი ლელი შეუქმნით ერთობლივად თემის მაცხოვრებლებმა და უმეტესობა მათგანი იყო ახალგაზრდები, მაშინ სწორედ მოხალისეობრივად ვაკეთებდით ამ ყველაფერს და შემდგომ წლების განმავლობაში ჩვენი ხელფასი, ჩემი და ჩემი კოლეგის, იმიტომ რომ გუნდში ვიყავით დაახლოებით 30 ადამიანი და აქედან ორს ჰქონდა სიმბოლური ხელფასი, ეს ხელფასი შეადგენდა 60 ლარს. ხო წარმოგიდგენთ ეს თანხა ჯერა რომ ეგ თანხაც რაღაცნაირად მე იმ საჭიროებებს ხმარდებოდა ხოლმე რაც თქვა იმ პროცესისთვის სასიცოცხლოდ გჭირდებოდათ და მათ შორის ის ნივთები თუნდაც ფინჯნები რითაც ადამიანებს მასპინძლობდით როდესაც ჩვენ გვსტუმრობდნენ და უნდა შეგვეთავაზებინა ყავა და ჩაი ხო ეს რესურსიც კი ჩვენი შესაძენი იყო, იმიტომ რომ ყველა პროექტში ყველაფერს ვერ შეიძენ. დღეს თუ თქვენ ხედავთ რამდენი რამეა ჩვენს ოფისში, ხო? მე ბევრჯერ მithქვამს, რომ ბევრი ნივთი, რომელიც ჩვენ აქ გვჭირდებოდა, ჩვენი პირადი რესურსებით არის შეძენილი, იმიტომ რომ ეს გვჭირდებოდა. შესაბამისად, ამ დროს არ ფიქრობ, როგორც მენეჯერი, რომ საიდან მოიტანო ამის ფული. თუ გადაუდებელი საჭიროება გაქვს, თითქოს ვალდებული ხარ, რომ ეს პრობლემა გადაჭრა.
ან იღებ ამ ვალდებულებას. ამიტომ ძალიან ბევრი პრობლემის გადაჭრა მე პირადად და ჩვენი გუნდის ბევრ წევრს გვიწევდა პირადი რესურსებით. ეს იყო ჩვენი კეთილინება, ჩვენ არასდროს ამას არავის არ დავამადლით პირიქით. ჩვენ ამით ჩვენ თავადაც ბევრი ბონუსი მივიღეთ, იმიტომ რომ ორგანიზაციამ შეძლო ფუნქციონირება, ის გახდა სიცოცხლის უნარიანი ყველა იმ რესურსის გაღებით, რაც ჩვენ პერსონალურად ამ ორგანიზაციის მასშენებელმა ადამიანებმა გავიღეთ და თითოეული მათგანის მიერ ეს იყო უანგაროდ გაღებული, იმიტომ რომ ჩვენ ვიცოდით, რას ვაკეთებდით. ეს სივრცე პირველ რიგში ჩვენ გვჭირდებოდა, ამიტომ ვერასდროს ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ ეს გავაკეთეთ სხვა ადამიანების გამო და მე არ მესმის, როდესაც ადამიანები აკეთებენ სიკეთეს, ან აკეთებენ მხარდაჭერას მეორე ადამიანის მიმართ და მუდმივად ამობენ, რომ მე შენთვის გავაკეთე. ადამიანი პირველ რიგში სიკეთეს აკეთებს საკუთარი თავისთვის, საკუთარი ემოციებისთვის. მე ბევრჯერ მithქვამს, რომ მე სხვა ადამიანების თვალებში დანახულ სიხარულს ვაგროვებ. ამით მე ვხდები პირველ რიგში ბედნიერი. შესაბამისად, იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებ, იმიტომ რომ პირველ რიგში ამით მე ვარ ბედნიერი. ამის საშუალება მომცა ამ სექტორმა. მომცა ამ საგრანტო შესაძლებლობებმა, სადაც თავისუფლად შემიძლია ჩემს იდეებზე ვწერო, რომელიც თემს სჭირდება. და როდესაც ამას ვახორციელებთ, შინაგანად გვაქვს ეს ყველაფერი, რასაც პროექტი მოვამგზავრდეთ. შესაბამისად, ამის კეთება ადვილია. მე ბევრჯერ მithქვამს, რომ მე იდეებზე ხმამაღლა ვსაუბრობ. იმიტომ რომ ის კონკრეტული იდეა იმ დროში იმუშავებს და თუ მე არ შემიძლია ამ იდეაზე დაფინანსება მოვიპოვო და ეს სხვა მოიპოვოს და სხვამ გააკეთოს, სხვა მოარგოს თავისი თემის კონტექსტს, მე რო იდეები შევინახო, ხვალდაზე ეს იდეები აღარ იქნება ისე პოპულარული. უკვე ახალ დროში, ახალ მოცემულობაში ახალი იდეები მოვა. ამიტომ რაც მეც გავაზიარებთ, ეს პროექტული შესაძლებლობები იქნება თუ იდეების დონეზე, მთავარია გავაზიაროთ. ამიტომ ჩვენი მთელი მიზანი და ამოცანა ჩვენი საქმიანობის არის ცოდნის, უნარის, ხარდაჭერის შესაძლებლობების გაზიარება. ან ამ შესაძლებლობების გაჩენა, იქ სადაც ჩვენ ვართ, პატარა ქალაქებში, ჩვენს სოფლებში, რომ ცხოვრება გახდეს უფრო საინტერესო. შენთვისაც და სხვა ადამიანებისთვისაც. რა თქმა უნდა, თუ არ შევქმნით, ვერ გავაზიარებ. იცი რა გამახსენდა ხა რომ თქვი რომ აი საკუთარი თავისთვის აზიარებ ამას და რაღაცა სიკეთე გინდა მოკლედ თვითონ განიჭებს სიამოვნება სიკეთის კეთება და რაღაცა მგონი მთავარი мотиваცია ეგ არის თქო და მახსოვს რომ როდესაც ლაგოდეხში მუშაობდი ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრში ტურების გაკეთება მარტო იმის გამო დავიწყე რომ ძალიან მინდოდა მოგზაურობა და ვიფიქრე რომ საუკეთესო ფორმატი იქნებოდა ну, არ ვიცი მოკეთ ეს პირველი ეს მინდოდა და იმიტომ მოვიფიქრე თუ უბრალოდ მივხვდი რომ ძალიან კაი იქნებოდა ადამიანები ერთად სადღაც გავსულიყავით, მაგრამ მე მგონი მე დამელინკა ის რომ აი თან ნახავ რა ვიცი სვანეთი რომელიც არასდროს არ მინახავს და შეიძლება მარტო გამიჭირდეს და ორგანიზება სვანეთში ანუ ხევსურეთში 3 დღით 2 დღით და ასე შემდეგ წასვლის ვიფიქრე რომ რა ვიცი 20 კაცთან ერთად თუ წავალ გავერთიანდებით რესურსებს გავერთიანთ უფრო ადვილად გამომივიდეთ თან იმ მოვალეობასაც შევასრულებ რომ ვზრუნავდით რაღაც ახალგაზრდებისთვის ცხოვრება უფრო გამხდარიყო საინტერესო და სახალისო და დღემდე ნატრებად ხოლმე ადამიანებს რომლებიც ჩვენ ტურებზე წამოვიდნენ ალბათ დაახლოებით სტაბილურად 2 წლის განმავლობაში ვაკეთებდი რომ კიდე წავიდეთ ხო და მახსოვს რომ თუ მე საქართველოში რამე ვნახე მთელი მთიანეთი ფაქტობრივად ამ ტურების კეთების დროს მოვინახულე რა და მოკლედ თან ჩემთვის და თან სხვისთვის კი ბატონო და არა მხოლოდ ნახეთ ამ შემთხვევაში დიდი გამოცდილება მიიღეთ თუნდაც დაორგანიზების კი აბა კი ადამიანების ერთად შეკრის იქ მათზე ზრუნვის იმიტომ რომ ყველა უსაფრთხოდ ყოფილიყო მიიღეთ სალაშქრო გამოცდილება თქვათ დაცულობის განცდა გაუჩინეთ ერთმანეთს რომ ერთად იყავით და ერთმანეთის მხარდამჭერები იყავით ზუსტად აბსოლუტურად გეთანხმები ამ გზამ რაც ყველაზე მთავარი მე მომცა გარდა იმისა რომ უწყვეტ განათლების პროცესში ვიყავი ჩართული ტრენინგებით, ვორქშოპებით, გაცვლითი პროგრამებით, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობით აგრეთვე აქ ადგილზე ვისწავლე მენეჯმენტი, მართვა, პროექტის მომზადება, ანგარიშგება, უამრავი უნარი განვივითარეთ, მათ შორის ადამიანების ძებნა, ტექნიკური უნარებით, რომ ჩვენს ტრენერებად მოვამზადოთ, მათი თქვათ როგორც ზრდასრულთა განმანათლებლების გადამზადება მოვახდინეთ. მარტივი არ არის ის, რასაც ვაკეთებთ.
ხანდახან ეს შრომა შეუმჩნეველია გარშემო მყოფი ადამიანებისგან, მაგრამ საბოლოო შედეგი იმდენად ღირებული და მნიშვნელოვანია, мотиваციას ალბათ ყოველთვის ეს აძლევს ჩემსავით იმ ადამიანებს, ვინც ამის კეთებით არის დაკავებული რეგიონებში თუ დიდ ქალაქებში არ აქვს მნიშვნელობა. ხო, გეთანხმები. აი ვინც ჩვენს სფეროში, აი იმას მივხვდი, რომ რაღაცა დამოკიდებულება აქვს ძალიან სერიოზული ამ საქმიანობისადმი. ხა დღეს ვესაუბრებოდი თამუნას მომლაძეს, ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია, როცა კახეთში შეიქმნა, სამხალხო განვითარების ასოციაცია, მაგის ერთ-ერთ ხელმძღვანელს და ზუსტად ეგ თქვა, რომ აი მოკეთ როგორი ძნელია რომ გამოემშვიდობო ეხლა, რაც ამდენი წლის განმავლობაში გიკეთებია და ეს ზოგადადაც ძალიან რთულია, მაგრამ აი ჩვენ სფეროში ვინც არის, ხო, გამორჩეული სიყვარული აქვს თავისი საქმისადმი და ეს არის მართლაც რაღაც ერთგვარი ცხოვრების წესი. კი, სხვანაირად. განსხვავდება ტიპიური სამსახურებისგან, რომელიც თქვათ დილიდან საღამოს 6 საათამდე ოფისში ყოფნას აბსოლუტურად გეთანხმები. ეს არის როგორც შეგიპყრობს, რომელსაც ვერასდროს ვერ ეხსნები. ჩვენ ბევრჯერ გვთქვამს, რომ მოხალისე ან ხარ, ან არ ხარ. ამ სექტორს ან წარმოადგენ, ან არა. სოციალური ადამიანი ან ხარ, ან არ ხარ და ეს ბევრი ესეთი შესატყვის შეიძლება ვიპოვოთ. ვეთანხმები აბსოლუტურად თამუნას, თუ კი ერთხელ შედგა ამ სფეროში ძალიან ძნელია რომ უკან გამოხვიდე და სადაც გინდა წახვიდე, ჩვევაში გადასული ადამიანების ხარდაჭერა. უბრალოდ სხვანაირად არ შეგიძლია, როგორც კი იგებ რომ ადამიანს რაიმე ინფორმაცია ჭირდება, რაიმე სწავლა ჭირდება, წეგან შენახსენე სიტყვა დალინკვა, იმ წუთში ავტომატურად გერთვება, რომ სად ვისი ცნობ, ვინ შეიძლება დაეხმაროს, როგორ შეიძლება დააკავშირო, რა შეიძლება გააკეთო. ეს იმდენად ავტომატურია, რომ არც კი იაზრებ, ან რატომ გაქვს ეს ინფორმაცია, ან რატომ გინდა ეს გააკეთო, ეს ხდება გაუაზრებლად, ქვეცნობიერით, რომ პირდაპირ იწყებ მხარდაჭერას. და ზუსტად წეგან, როდესაც იკითხეთ, რომ აი დაახლოებით რამდენი პროექტი გაქვთ გაკეთებული, სადაც თქვათ მოხალისეობრივად იმუშავე, როგორც მე ნანა ნერსაშვილს მომზადებული მაქვს დაახლოებით 150 პროექტი. ეს არ არის პატარა ციფრი და კიდევ ბევრ პროექტში ვიყავით პარტნიორები. ამ პროექტების უმეტესობა იყო ძალიან მცირე ბიუჯეტიანი, სულ პირველი პროექტი შეიძლება იყოს 300 ლარიანი, იყო 700 ლარიანი, აი ძალიან პატარები, მაგრამ ხანდახან ესეთი პროექტები თითო ადამიანის მხარდასაჭერათაც კი იყო გასაკეთებელი. აღარ ვიტყვი მოხალისეობრივად რამდენი პროექტი მაქვს მხარდასაჭერად მომზადებული, იმიტომ რომ იმ ადამიანებს უნდათ ბიზნეს იდეები წარედგინათ შესაბამით საგრანტო კონკურსებზე. მთლიანად ჩვენი სექტორის ადამიანები არიან მომართულები მეორე ადამიანის მხარდასაჭერად. ფასეულობები აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი, მათ ისინი არიან ღირსეული მოქალაქეები, პასუხისგებლიანი მოქალაქეები და ვცდილობთ რომ შევქმნათ ჩვენს გარშემო პასუხისგებლიანი საზოგადოება, ჩვენი ინიციატივებით, ჩვენი პროექტებით, ჩვენი მხარდაჭერით, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია გარემო სადაც ცხოვრობ და ჩვენ წვრილი შეგვაქვს იმ გარემოს გაკეთილშობილებაზე, რომლის ნაწილიც ვართ და ძალიან ბევრი ადამიანი თუ იქნება ამ ქვეყანაში, ვინც ამ მიმართულებით იმუშავებს, საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ ტოლერანტულ მხარდამჭერ საზოგადოებას და ამ ქვეყნიდან კი არ გვექნება სურვილი წასulis, სადაც დავსაქმდებით და ღირსეულ საცხოვრებელ გარემოში ვიცხოვრებთ და ვიმუშავებთ, არამედ ჩემი ტიპის ადამიანებისთვის, ამ სექტორში მომუშავე ადამიანებისთვის მთავარი ამოსავალი და წერტილი და მიზანი წლების განმავლობაში, რასაც ვაკეთებდით, იყო სამართლიანი და პასუხისგებლიანი საზოგადოებების შექმნა იმ სივრცეებში, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, რაც საბოლოო ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით ქმნიდა ერთიან პასუხისგებლიან საზოგადოებას, განათლებულ საზოგადოებას, რომელსაც ესმის კარგად თავისი უფლებები, იცავს თავის უფლებებს და აქვს პასუხისგებლობები და აქვს მოვალეობები. მოვალეობები ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენი აქტივობები, პროექტები და პროგრამები მთლიანად მიმართული იყო, რომ ადამიანს პასუხისგებლობასთან და მოვალეობასთან ერთად არ დავიწყებოდა თავისი უფლებებიც და ამის დაცვა შეძლებოდა. ან ჩვენს საცხოვრებელ გარემოში ყოფილიყვენ ადამიანები, ვინც
იმ ადამიანების დაცვა შეძლებდნენ, ვისაც ამის უნარი არ ქონდა. მეტი ჩვენი მიზანი, ჩვენი საქმიანობის არაფერი არ ყოფილა. მხოლოდ კიდევ და კიდევ უკეთესი გარემო შექმნა, სადაც ჩვენ ვართ. ეს ყველა ნორმალური ადამიანის მიზანია განვითარებულ ცივილიზებულ სამყაროში. კი ბატონო. და რას ვიზამთ, უბრალოდ სისტემაა ასეთი, რომ ამ გრანტით არის შესაძლებელი, გარკვეული რაღაცა ფინანსური რესურსით არის შესაძლებელი კარგი იდეების, კარგი ინიციატივების რეალიზება. მაგრამ ხო, საზოგადოება ჭრელია, მით უმეტეს პროპაგანდა ძალიან აქტიურად მუშაობს და ზუსტად ის იარელი მოგვეწებას, რომელიც ყველაზე ნაკლებად გვეკუთვნის, ეს არის უსამშობლოები. ხო, და როგორც წესი პროპაგანდას ეს ახასიათებს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სექტორი ამ გზას ისევე ღირსეულად გავევლით, როგორ ღირსეულად წლების განმავლობაში ვიმუშავეთ, დრო შეიცვლება. ამ გზას არ გავდივართ პირველად, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ბევრი გამოწვევა იყო, თუნდაც 2012 წლის ამბები კარგად გვახსოვს. რა გზა გავიარეთ, მაშინაც ასე ვიყავით შევიწროებული. დღეს უფრო მეტად, დღეს საერთოდ სექტორის ჩამოშლა მიმდინარეობს, თუმცა მჯერა ამ გზას ღირსეულად გავუმკლავდებით, რადგან გარდა ამ ორი სტერეოტიპისა, უამრავი სტერეოტიპი იყო, ძალიან რთული გზა გავიარე მე პერსონალურად, იმისათვის, რომ ამ სივრცეში დავრჩენილიყავი, რადგან დაწყებული უსაქმურობიდან, თქვათ, როგორც ბუნტისთავების ბუნაგი, უამრავი სტერეოტიპი მომისმენია და ხშირად თავი დამიხრია იმ წუთას და მithქვამს, რომ ესეც გაივლეს, იმიტომ რომ ხანდახან აზრი არ აქვს ადამიანთან დისკუსიაში, ბრძოლაში და დავაში შესვლას ტერმინის გამო, უბრალოდ მნიშვნელოვანია გეყოს ძალა, შენი ქცევით, საქმით, მიღწეული შედეგებით ისაუბრო გრძელვადიან პერსპექტივაში, იმიტომ რომ პირველი ტერმინი, რაც მოვისმინე იყო, რომ შენს გრანტი ჭამიებს შეუერთდი. მე გამეღიმა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჯერ გააზრებულიც არ მქონდა, პირველი პროექტის მიღების პროცესში ვიყავი, როგორ იმართებოდა პროექტი, ესეც არ ვიცოდი, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ საქმიანობა დავიწყეთ, ფაქტობრივად ჩვენ დგავდით იმ ადამიანებთან ერთად პირველ ნაბიჯებს, რაც, თქვათ, სექტორის განვითარებას ეხება დასაწყისში, ხო, საქმიანობის დასაწყისში, იმ დროს იწყებდა რეგიონებში ჩვენი ტიპის ორგანიზაციების საერთოდ შექმნას და განვითარებას. ამიტომ ბევრი რამე ჩემთვისაც გაურკვეველი იყო, მოულოდნელი იყო, არ მქონდა ინფორმაცია, არ მქონდა ცოდნა. იყვნენ ადამიანები საერთოდ ვინც იძახოდნენ, რომ რას დაწანწალებენ, ამ წალში მე სერიოზული განათლება მივიღე, გამოვიმუშავე ის უნარები, რაც თქვათ ორგანიზაციულ მართვას, პროექტის მომზადებას, საგრანტო პროგრამების მომზადებას შეეხებოდა და საბოლოო ჯამში არაერთ ადამიანსაც დაეხმარე? კი, მე ვფიქრობ, რომ გავიმარჯვე ცხოვრებაზე, გავიმარჯვე იმ ადამიანებზე, რომლებიც უსამართლოდ წიწკნიდნენ, გვესროდნენ ქვებს. მე არც მე და არც ბევრი ჩემნაირი ადამიანი არ გამოვეკიდეთ იმ ადამიანებს, ჩვენ გავაგრძელეთ ჩვენი მიზნისკენ სავალგზაზე სიარული. რა თქმა უნდა, არასდროს მიზნები არ სრულდება, მოკლევადიანი მიზნებია ჩვენს შემთხვევაში, რომელიც საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარების გრძელვადიან მიზანთან არის დალინკული, როგორც ვიტყოდით. შესაბამისად, ყველა მოკლე მიზანი, რაც დავისახეთ, აქამდე ვფიქრობ, რომ მიღწეული გვაქვს, ეხლა ახალი მიზნები გვაქვს. არ დავნებდებით, არ დავთმობთ, ვიბრძოლებთ იმ ცვლილებებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად გაიყვანს სინათლის გზაზე, სინათლის მხედრებთან ერთად. კი, ორგანიზაციული საქმიანობით თუ ამის მიღმა, ჩვენ მაინც ამ პროცესში დავრჩებით. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე პირველ რიგში ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე და მე ორგანიზაციის ხელმძღვანელი. შესაბამისად, რთული არ არის ცვლილებები, თუნდაც სამსახურებრივად ამისთვის მზად ვარ. შეიძლება მე ხვალ აღარ ვიყო ორგანიზაციის დირექტორი, ვერც ამაში ვერ ვხედავ პრობლემას, მაგრამ მე ყოველთვის დავრჩები პასუხისგებლიან მოქალაქედ. ნანა, ზუსტად ვიცოდი, რომ 9 საათი მოუნდებოდა მხოლოდ ერთი სტერეოტიპის განხილვას, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ დანარჩენი ორი სტერეოტიპიც ამ ერთში გაიყვანე და თითქმის ყველაფერი ვილაპარაკეთ. დანარჩენი ორი სტერეოტიპი ესეთი გქონდა მომზადებული, უსაქმურები არიან, ანუ ჩვენაირი ორგანიზაციების თანამშრომლებს ძალიან ხშირად შეიძლება გაიგოთ. მაგაზე ვიტყოდი, რომ სინამდვილეში ფუტკრებივით შრომობთ უსასრულოდ, თითქმის არ უჩერდებით და სულ ვართ ხაზზე,
როგორც ერთმანეთის მხარდასაჭერად სექტორის წარმომადგენლები, რაც ძალიან დიდი ძალა იყო ყოველთვის, ასევე რა თქმა უნდა ჩვენ შრომობთ იმ ადამიანებისთვის, ვისთვის შრომაზეც პასუხისგებლობა ავიღეთ. ხო, იცი რა, ზოგჯერ ადამიანს უჭირს, აი ვინც არასდროს არ მოსულა ჩვენს ორგანიზაციასთან და რაღაცნაირად შიდა სამზარეულო არ უნახავს, უჭირს იმ საქმის მნიშვნელობის გააზრება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ალბათ ასეთი ტიპის ადამიანებს სხვა ბევრი რამეს უჭირთ გააზრების ნაწილში, არ შევიკავებ თავს ამაზრისგან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად აი ეს ჩვენი საქმიანობა, ვთქვა ტრენინგები, შეხვედრები თუნდაც, უფასოდ გაქვთ რაღაც კურსები, აი ვერ იჯერებენ ხოლმე ადამიანები და რაღაცნაირად ბოლოს მაინც ადამიანი რასაც ვერ იგებს იმის მიმართ, იმას აუფასურებს. და მოკლედ ჩვენ შრომასაც გარკვეული ნაწილი საზოგადოებისა აუფასურებთ და ხოლმე ახლაც 100 მით უმეტეს 24/7-ზე ტელევიზორიდან რო ესესმით რომ უსამშობლოები ვართ და სიამდვილეში ამ ქვეყნის მოღალატეები ვართ და არაფერი კარგი არ გვინდა, ადვილად შეიძლება იფიქრონ რომ უსაქმურები ვართ, მაგრამ ხო შენ თუნდაც ახლა რაც არ თქვი და რაც თქვი, გეთანხმები ტასო. იმდენი შრომა არის ჩატებული ამ ყველაფერში. ძალიან ბევრი, თუნდაც იმ პროფესიულ კურსებზე და პიროვნული განვითარების კურსებზე, რომელიც წლების განმავლობაში დიახ თემის მოსახლეობისთვის არის უფასო და ხშირად ჩვენ გვყავს მიმდებარე ორი მუნიციპალიტეტიდან, გარდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისა კურსების მონაწილეები, ადამიანებს უბრალოდ ვერც კი წარმოუდგენიათ, მანამდე სანამ ჩვენ კურსის მსმენელებს კურსებზე მოვიწევთ, რა გზას გავდივართ იმისთვის, რომ მათ რესურსი დავახვედროთ კურსებისთვის, იმიტომ რომ როდესაც მაგალითად ჭრაკერების კურს გეგმავ ან თუნდაც ფრჩხილის მოვლის კურს, გარდა იმისა, რომ ტრენერის ჰონორარი გვჭირდება, რომ გადავიხადოთ და ის დაინტერესებული იყოს, რომ ამ ადამიანებთან უსასყიდლოდ იმუშაოს, ამის გარდა ჩვენ რესურსები გვჭირდება, შესაბამისი ინვენტარი, მათ შორის ჰიგიენის, უსაფრთხოების ნორმების დაცვა, თუნდაც ის, რომ საგანმანათლებლო კურსები განვახორციელოთ აქ, სახანძრო უსაფრთხოებას კი უზრუნველყავით. ყველაფერთან ერთად, ყველა კურსს, რომელსაც ვახორციელებთ, ჩვენ გვაქვს ამ კურსის მოდულები და მივყვებით სტანდარტით. შესაბამისად, ჩვენი დონორი DIV International, რომელიც სტაბილურად 2013 წლიდან გვაფინანსებს, უზრუნველყოფს ყველა ამ ხარჯს. ეს ისეთი დონის მხარდაჭერა არის, წარმოუდგენელია ადამიანებისთვის, რომ ასეთი სტაბილურობა შეინარჩუნოს რომელიმე დონორმა. ჩვენ მხოლოდ მადლიერების გამოხატვა შეგვიძლია, როდესაც დონორი ესეთ შესაძლებლობას ქმნის რეგიონებში დღეს 15 ცენტრში, რომელიც არსებობს. ეს მარტივად მისაღწევი არ არის, რომ ამ ჩვენი მხრიდანაც დონორს გრძელვადიანად ასე ხარისხენად და ეფექტურად ეთანამშრომლო და არსებობს საქართველოში ზრდასრულთა განათლების ქსელი, რომელთან თანამშრომლობითაც დღეს 15-ვე ცენტრს ჩვენ გვაქვს უკვე სტანდარტული მსგავსი ტიპის მოდულები და ყველა ცენტრში ერთნაირი ხარისხით ხორციელდება ის კურსები, რომელიც ჩვენ შევათანხმეთ, რომ ყველა ცენტრს გვინდა რომ გქონდეს, დავიქირავეთ სპეციალისტი, რომელთან ერთადაც შედგა სასწავლო მოდულები, თავისი სასერტიფიკატო რესურსით და ამავე დროს ამ მიმართულებით ტრენერები გადავამზადეთ. ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს, იმიტომ რომ პროფესიულ სასწავლებლებში, სადაც სახელმწიფო რესურსია ჩადებული, ჩვენ ვცდილობთ, რომ ასეთ მოკლევადიან კურსებს, რაც ასევე აქვს სახელმწიფოს დაახლოებით ჩვენიდან 50-60 კილომეტრში ადგილზე შევთავაზოთ ადამიანებს და ქონდა გამოცდილება, როდესაც სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატსაც კი გავცევდით, ვთქვათ, საქართველოს დაცვა განათლების ქსელთან ერთად. ეს ძალიან დიდი გამოცდილებაა, რომელიც ჩვენ სექტორში დაგროვდა საგანმანათლებლო შეთავაზებების და არ შეიძლებოდა, რომ დღეს ეს სიტუაცია იყოს ქვეყანაში და ეს რესურსი დაეკარგა, იმიტომ რომ იცით, რომ ბევრმა ორგანიზაციამ ფუნქციონირება შეწყვიტა. უამრავი სერვისი გაქრა სახელმწიფოდან, ჯერ კიდევ ბოლომდე ეს არ ჩანს. თუ ქვეყანაში ჩვენი სექტორის ჩამოშლა ასე ინტენსიურად განხორციელდა, არ მინდოდა რომ ამ მძიმე ნოტაზე წასულიყო ჩვენი დღევანდელი პოდკასტი, მაგრამ ამ თემებს მაინც ვერ ავწდით, გარდა სტერეოტიპული დამოკიდებულებისა, ფაქტიურად ნგრევა მიმდინარეობს ის, რაც 20-30 წლის განმავლობაში ჩვენმა სექტორმა ააშენა და სამწუხაროდ, როდესაც თქვათ, ამ ყველაფრის ხელახლა აღდგენაზე ფიქრი და პროცესი შედგება უკვე, ეს ურთულესი გზაა, ისე სწრაფად ვერ აღდგება ყველაფერი, როგორც შეიძლება, რომ
მინდოდეს, იმიტომ რომ დონორებთან თავიდან დაკავშირება მათი ქვეყანაში დაბრუნება, მხარდაჭერა, სივრცეები, რომელიც იცლება, რომელიც აღარ არსებობს, რომლიდანაც თქვათ რომლის დაცლაც მოუწიათ ჩემს კოლეგებს, ეს ჩვენთვის უდიდესი ტკივილია. აქედან გამომდინარე რთული ამ ყველაფერზე, პრობლემებზე, გამოწვევებზე საუბარი, მაგრამ უნდა ვისაუბროთ. უნდა გადავრჩეთ სექტორი, იმიტომ რომ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ჩვენ მუშაობდით, ჩვენი სჯერათ, ჩვენ ვეიმედებით, ვიცით რომ ვჭირდებით, ამიტომ არ გვაქვს უფლება, რომ იმედი დავკარგოთ და არ გვჯეროდეს იმის, რომ ისეთ რთულ დროს, როცა არაფერი არ იყო, თუ შევძელით ამ ყველაფრის შექმნა და განვითარება, იმ გამოცდილებით, რაც სექტორშია, შეუძლებელია, რომ ამ ყველაფრის ხელახლა გაცოცხლება ვერ შევძლოთ, როგორც გინდა ეცადონ დანგრევა. ქვაქვაზეც რომ აღარ დატოვონ სექტორში, ჩვენ ამას გავაცოცხლებთ და ხელახლა აღვადგენთ. არც კი განვიხილავ იმას, რომ რაიმე არ გამოგვივა, იმიტომ რომ ბრძოლა შეგვიძლია, ჩვენ ამის უნარი გვაქვს, რადგან ჩვენ შიშველი ხელებით ბრძოლის უნარი გვაქვს, ზუსტათაც ასე შევძელით იმის აშენება, რაც ავაშენეთ, რწმენით, იმედით და მიღებული ცოდნით. ეს ცოდნა არსად წასულა, ეს გამოცდილება არსად წასულა, ამიტომ ჩვენ აქ ვართ და ახალს შევქმნით, ახალ სივრცეებს ავაშენებთ, მაგრამ შევძლებთ, რომ გადავრჩეთ. მახსენდება ერთი ბავშვის ნახატი, რომელმაც ესე თავისი ნებით დახატა ჩვენი ორგანიზაცია და დააწერა, რომ ეს არის ბედნიერების სახლი. და ბედნიერების სახლი და ზოგადად ეს ბედნიერი გარემო უშრომელად უბრალოდ არ მოდის, იმიტომ რომ აქ მე 4 წლის განმავლობაში ვუყურე რაღაც საოცარ მხარდაჭერას ერთმანეთის მიმართ და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც აი ჩვენი ორგანიზაციის კარს შემოხსნის ხოლმე და ხანდახან რო ვხედავ, რომ ვიღაცები იმის გამოც მოდიან, რომ მაგალითად სამგზავრო ბილეთები ან შეუძინო, ან რაღაც კონკრეტული საკითხები მოუგვარო, რა ვიცი, ქსეროქსი გადაიღოს. აი ესეთი ძალიან პატარ-პატარა დეტალებისათვის კიც, რომ აი ჩვენ ორგანიზაციაში მოდიან, თუნდაც შენ მოგმართავენ, ეს არ ხდება შრომის გარეშე და ძალიან დიდი ნდობის გარეშე და მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახლა პროპაგანდა ძალიან აქტიურად მუშაობს ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, მგონია, რომ აი ეს სიყვარული, მართლა რეალური მხარდაჭერა, რომელიც ათობით და ათასობით ადამიანმა თავისუფლად ვიტყვი ამ წლების განმავლობაში, თქვა ჩვენგან მიიღო, ხო? შენგან იმ ადამიანებისგან, რომლებიც აღარ არიან თქვა ორგანიზაციის თანამშრომლები, მართლა არ დარჩება უკვალოდ და ყველაფერი კარგად იცის. ვისაც ყური აქვს ის ნამდვილად ისმეს და იმან უკვე შეისმინა. და ეს არის დიდი ოჯახი. და როცა აღდგენას დავაპირებთ და დადგება ნამდვილად ეს დრო, მე ვფიქრობ, რომ რთული იქნება ნამდვილად, იმიტომ რომ თაობა გაიზრდება და ეს თაობა ხანდახან არ არის 10 წელი, ხო? და ჩვენთან ახლა ახალი ნაკადი მოდის ხოლმე 1 წელში, 2 წელში, ხო? ყველასთან თავიდან ვიწყებთ ამ ურთიერთობას. ხო, და შესაბამისად მაქვს იმედი, რომ დიდი დრო არ არის დარჩენილი, როდესაც ისევ ახმაურდება ეს ქვეყანა, აფუსფუსდება და აი ბუნტის თავების ბუნა მქონდა ერთ-ერთი სტერეოტიპი კიდე მომზადებული, რასაც გვეძახიან, ხო? დიახ, ამ ქვეყანას კარგი გაგებით ჩვენისთან და ბუნტის თავები უფრო მეტ სარგებელს მოუტას, იმიტომ რომ იქ სადაც მეორე ადამიანის უფლებების დაცვა არის საჭირო, ვიღაცამ ხმა ნამდვილად უნდა ამოიღოს და ვინც ხმას იღებს, ინტრიგანის ის არის და ბუნტის თავიც ის არის და არაუშავს ავიტანთ ყველაფერს იმასაც, რომ უსამშობლოები ვართ, იმასაც, რომ გრანტიჭამიები ვართ, იმასაც, რომ უსაქმურები ვართ. ჩვენი საქმეები და ეს გულისხმიერება, რომელიც იცი რა, განა ამისთვის დიდი ძალის ხმევა გავიღეთ. უბრალოდ თან არც სხვანაირად არ შეგვეძლო. მაგრამ მე მგონი, რომ ეს ძალიან ბევრმა ადამიანმა ეს ძალიან კარგად დაინახა და რაც გვაქვს თან წავიღებთ, სადაც არ ვიქნებით. ჩვენ წილ ორგანიზაციებს თან ვატარებთ და ჩვენ წილ ბედნიერების სახლებს თან ვატარებთ. მაგრამ როცა ამის დრო დადგება, არც ისე არ გაგვიჭირდება, როგორც ვიღაცებს, რომლებსაც მოუწევთ მორალური პასუხისმგებლობა, როგორც მინიმუმ საზოგადოების წინაშე. და რაც დროულად
გაიაზრებენ ადამიანები იმას, რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ხდება, მით უკეთესი, ისევ მათთვის, მაგრამ ისევ დანარჩენი ადამიანებისთვისაც, იმიტომ რომ ჩვენ ერთი ქვეყნის, ერთი გარემოს წარმომადგენლები ვართ და ერთმანეთის გარეშეც არაფერი არ გამოვა. თითქმის 20 წელია უწყვეტ რეჟიმში ახალგაზრდებთან მუშაობ. უდიდესი ტკივილია ჩემთვის ამდენი სინდისის პატიმარი და ამასაკის. მათ თავიანთი ცხოვრების განვითარების, სწრაფად განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი უნდა გაატარონ ისეთ სივრცეში, სადაც ეს ყველაზე ნაკლებად შესაძლებელია. თუმცა მათი ხასიათის სიმტკიცე ისე გამოიწვრთობა, ისინი იქიდან გამოვლენ როგორც უპირობო ლიდერები და უდიდესი ეროვნული მუხტის მატარებლები, რაც მხოლოდ ეს არის, როდესაც ვფიქრობ, რამაც შეიძლება ცოტა, ან როგორ შეიძლება რომ სიმშვიდე მოგიტანოს ამან, ვერ მოგიტანს ვერც ეს სიმშვიდეს, უბრალოდ ვისურვებდი, რომ ისინი იქიდან ისეთი გაძლიერებულები გამოსულიყვნენ, როდესაც ეჭვიც არ მეპარება, რომ არც ერთი მათგანი იმ ვადას იქ არ გაატარებს, რაც მათ მიუსაჯებს, ვიტო დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი მათგანი იმ ვადას იქ არ გაატარებს, რაც მათ მიუსაჯეს, ამაში ეჭვიც არ მეპარება, თუმცა რაც უკვე გაატარეს 9 თვე, ხო? ესეც ძალიან დიდი დროა და ჯერ არ ვიცით კიდე რამდენი ხანი მოუწევთ მათ ყოფნა. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებას, რომელსაც ყავს ესეთი ახალგაზრდები, რაც მათი თითოეული სიტყვა, თუნდაც სასამართლო პროცესზე არის გენიალური და მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ქვეყანას ასეთი ახალგაზრდები ყავს. ასეთ დროს არ შეიძლება, რომ შენ იმედი დაკარგო, რომ ამ ქვეყანას რამე არ ეშველება და ჩვენი სექტორის მუშაობა სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაზე უკვალოდ გაქრა. არა, ეს ბავშვები, ეს ახალგაზრდები და კიდევ უამრავი ახალგაზრდა, რომელიც დღეს პროტესტშია ჩართული და ცვლილებებს ითხოვს, ქვეყნის იმ კურსზე დაბრუნებას ითხოვს, ევროკავშირის, თქვათ, კანდიდატის სტატუსს ითხოვს და აღდგენას იმ ყველაფრისას, რაც აქამდე რა მიღწევაც ჰქონდა, ეს ნორმალურია, ეს მნიშვნელოვანია და საჭიროა. დიახ, თითოეული ჩვენთაგანი უნდა ვიყოთ დარაჯი ჩვენი ქვეყნის. როგორ ვითარდება, საით მიდის, კურსი შეიცვალა თუ არა, ეს ნორმალურია, საჭიროა და მნიშვნელოვანია. ეს ჩვენი პასუხისგებლობაა, როგორც მოქალაქეების. ნამდვილად ასეა და ყველას, ვისთან ჩვენთან ურთიერთობა ქონია ახალგაზრდები, რომლებიც წლების შემდეგ მშობლები გახდებიან, მათგანაც არ გავა ეს ინფორმაცია. ყველაზე პესიმისტურ სურათში რო ვიფიქროთ, რომ მალე არ დასრულდება ეს საგიჟეთი, რაც ახლა ჩვენ ქვეყანაშია, ეს ადამიანები მაინც ვერ შეძლებენ აი ესე ნეგატიურად პიროვნულ ცვლილებას, იმიტომ რომ მათ გამოცდილებაში იმასაკში, როდესაც ყალიბდება პიროვნება, ჩვენ ვყავდით, ჩვენთან მოდიოდნენ, მართალ აზრს ისმენდნენ, ჯანსაღი პროცესების მონაწილეები იყვნენ. ვფიქრობ, რომ 2 წლის წინ დასო მთლიანად ქვეყანაში ჯანსაღი პროცესი იყო და მანამდე სანამ ეს პროცესები დაიწყებოდა, ქვეყანაში ჯანსაღი პროცესები მიმდინარეობდა. სხვანაირად ჩვენი თანამშრომლობას და ერთობლივად ბევრ საინტერესო პროექტს და პროგრამას, რომელსაც ახალგაზრდებში ვახორციელებდით, მათ შორის სასკოლო საზოგადოებებში, ამაში სახელმწიფოს მხარდაჭერა დიდი იყო. სხვანაირად ჩვენ ამას ვერ შევძლებდით. უბრალოდ საინტერესოა ეხლა რა მოხდა. ახსენე შვილები იმ თაობის, რომელიც ჩვენ გავზარდეთ, ხო? გეთანხმები. ზუსტად ის ნახატი, რომელიც ახსენე წეღან იყო ჩვენი სულ პირველი გუნდის მოხალისის შვილის ნახატი. იქ არ ვიცი, არ მახსოვდა. კი, ქეთი იყო ჩვენი პირველი მოხალისე. პირველი სარემონტო სამუშაო პირველ სივრცეში, როდესაც მიმდინარეობდა, ქეთი ინტენსიურად იყო მაშინ ჩართული და როდესაც ბავშვი ნახატს ამზადებდა, ის მოვიდა ჩემთან ქეთი და მითხრა, რომ იცი რაო, ნანაო, ჩემმა შვილმა რო გხატავდა, თუ იკითხა იმ ბედნიერ ქალს რა ქვიაო. და იმ ფოტოზე წარწერაც არის. ბედნიერი ქალი, ხო? ზუსტად აღარ მახსოვდა, მინდოდა მეხსენებინე, მაგრამ ამიტომ ამ სივრცეში ბევრი ბედნიერი ადამიანია, როდესაც ჩვენთან მოდიან, მათ შორის ვინც ჩვენთან მუშაობენ და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ბედნიერება გავრცელდეს მთელ ქვეყანაზე. და ვისურვებდი, რომ ეს არასდროს არ დასრულდეს და ბევრი ესეთი სივრცე იყოს, სადაც მისული ბავშვები, რომელსაც ხანდახან შვილიშვილებს უძახი, რადგან პირველი თაობის ჩვენი ახალგაზრდების შვილები ფილმების ჩვენებაზე და სამზაფხულში ბევრჯერ იყვნენ მოსულები, ხო, პატარებით ის პირველი თაობის ახალგაზრდები,
ვისურვებდი, რომ ბევრი ბავშვი აქ ხედავდეს ბედნიერ ადამიანებს და უწოდებდეს ასე გულწრფელად ბედნიერების სახლს და მჯერა, რომ ბევრი ესეთი სივრცე ისევ აინთება ამ ქვეყანაში. ხო, აი ლაგოდეხში ხა მინდა რომ კიდე გავიხსენო მიუხედავად იმისა, რომ დასასრული გადავწყვიტე, მაგრამ არ გამოგვივიდა ეს დასასრული. როცა ლაგოდეხში მუშაობდი, ჩვენ მაშინ სხვათა შორის მშვიდობის კორპუსის პატარა გრანტით და ზუსტად ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ყოფილი საპატიმროს, ანუ აი ამ შენობის ორი საკანი მოვანგრიეთ, დავშალეთ და ის გავაკეთეთ ახალგაზრდულ ცენტრად, სივრცედ, სადაც ძალიან საინტერესო აქტივობები იმართებოდა ხოლმე და მახსოვს, რომ ერთ-ერთმა სკოლის მოსწავლემ ესეთი რამე მითხრა, რომ ტასო, ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც მე თავს კარგად ვგრძნობ. ანუ სახლშიც კი არ ვარ ისე კარგად, როგორც აქ ვარ. როდესაც მოდიოდა ხან ზუსტად ფილმის ჩვენებაზე ან სხვა ტრენინგზე დასასწრებად, ან უბრალოდ ხშირად ესე ვიკრიბებოდით ხოლმე და მართლაც ესეთი თავშესაფარივით გარემო იყო და ახლა ის ადამიანი მართლა რო ქვეყანა დაიქცეს, რანაირად შეიცვლის აზრს იმ ადამიანებზე, ხო, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე და ჩვენნაირ ადამიანებზე, რომლებიც მართლა ნამდვილად მოხალისეობრივად არ ვიცი, რაღაცა უმცირესი ანაზღაურების ხარჯზე ჩვენივე ნებით, რა თქმა უნდა, ვაკეთებდით ძალიან მაგარ რაღაცებს რა. აი, გვინდა გადაცემა დავასრულოთ. ვერ ვასრულებთ, იმიტომ რომ ძალიან შარში ვართ, ისე გვიყვარს ის ყველაფერი ესეც ვაკეთებ. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შენ ახლა ახსენებ მშვიდობის კორპუსი, როგორ შეიძლება რომ არ აღნიშნო? ხო, აი როგორ შეიძლება რომ არ აღნიშნო? კი, მშვიდობის კორპუსი, რომელთანაც 2010 წლიდან თანამშრომლობთ, უმასპინძლობთ უკვე მეხუთე მოხალისეს მშვიდობის კორპუსიდან და წარმოიდგინე, რომ თვითოულმა მათგანმა იმდენად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც ორგანიზაციის განვითარებაზე, ასევე თემში უამრავი საინტერესო პროექტის შექმნა განხორციელებაზე. პირველი პროექტი მაგალითად პირველმა მოხალისემ, რომელიც თქვათ, რომელთან ერთადაც განვახორციელეთ, იყო, რომ მოვიდა საბავშვო ბაღში არ იყო წყალი, სადაც ჩვენი ოფისი იყო განთავსებული. მან ამერიკულ პლატფორმაზე განათავსა მეორე დღესვე პროექტი, მცირე პროექტი, წყლის ფონდი ყოფილა ესეთი, რომელზეც მას ინფორმაცია ჰქონდა. შესაბამისად, მეორე დღეს პროექტის დადებიდან მეორე დღეს რომ ამერიკელმა მისმა მამამ ჩარიცხა $500 და მეორე დღეს ჩვენ უკვე გქონდა ასე ვთქვათ ამ წყლის სისტემის მოსაწყობად საბავშვო ბაღისთვის ფული. აი ეს ძალიან მარტივად რო თქვა, ერთი პატარა პროექტით მოაგვარა, შევიძინეთ რესურსები და ერთ კვირაში საბავშვო ბაღს ჰქონდა წყალი. აი ეს ისეთი საბაზისო მცირე პროექტებია, რასაც მუდმივად ვაკეთებდით და რაღაც ცვლილებები შექონდა. თუნდაც დღევანდელი ჩვენი მოხალისე, რომ არა ის ეს პოდკასტები შეიძლება ასეთი ეფექტური არც გამოგხსოვდა და არ შეიძლება რომ მადლობა არ მოვუხადოთ ხო იმ ადამიანებს, რომლებიც არა მხოლოდ მშვიდობის კორპუსის მხარდაჭერით არიან ჩვენი ნაწილი და ხელს გვიწყობენ და მხარს უჭერენ როგორც პროექტების მომზადებით, ისე შეიძლება იმ რესურსების გამოყოფით ან თავისი დროის გამოყოფით, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი ტრენერი ყავს თბილისიდან, რომლებიც დიახ არიან სოციალური ადამიანები, თუმცა ხშირად ჩვენ მათ რა ანაზღაურებას ვაძლევთ? არც არაფერს. გზის ფულად შეიძლება არ ეყოთ, რომ თბილისიდან აქ ჩამოვიდნენ. ჩვენ მათ ვასპინძლობთ და ყავს მაგალითად მარიამი, რომელმაც ერთხელ ისიც თქვა, რომ ისეთ კარგ საქმეს ვაკეთებ აქ, იქეთ უნდა გიხდიდეთო და ესეც ესე კურიოზად გვაქვს შემორჩენილი ეს ისტორია. ასე რომ ჩვენ თუ ბევრს გავაგრძელებთ ტასო კიდე არასდროს არ გავამთავრებთ. მეორე ნახევარი საათი ამოგვეწურება და მე არავინ არ მოგისმენს მიუხედავად რომ ჩვენ როგორ მაგრად სიამოვნებს სულ. ნამდვილად, ასე რომ მე მაინც საბოლოო ჯამში მადლიერებით დავასრულებ იმ ადამიანების მიმართ, ვინც პირველი დღიდან ერთი აგური მაინც დადო ჩვენი ორგანიზაციების მშენებლობისთვის, რომელსაც ჩვენს თემში მცხოვრები ადამიანებისთვის, ანუ ერთ ადამიანს მეორე ადამიანისთვის ქონდა სიკეთის გაკეთების შესაძლებლობა. მორალური მხარდაჭერის, ფინანსური მხარდაჭერის, ემოციური მხარდაჭერის თუ ცოდნის და უნარების გაზიარებით თვითოული მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მადლიერების გარდა მე მეტი არაფერი არ შემიძლია. მადლობა. კი ბატონო,
უსასრულოდ შეგვიძლია ვისაუბროთ საქმეზე, რომელიც მართლა ძალიან გვიყვარს და ამ სფეროში ზუსტად იმის გამო აღმოვჩდით, როგორც ნანამ თქვა, რომ მეორე ადამიანის მხარდაჭერა არის ყველაზე დიდი სიამოვნების წყარო, ყველაზე დიდი შთაგონების წყარო და ვფიქრობ, რომ ხო, ჩვენი ცხოვრება რაღაცნაირად შექმნა და განაპირობა ჩვენსავე საქმიანობამ და ახლა ძალიან რთული პერიოდი გვაქვს, იმიტომ რომ ფაქტობრივად გვიწევს გამომშვიდობება ახლა ამ ფორმატში ორგანიზაციული საქმიანობების თვალსაზრისით ამ ყველაფერთან, თუმცა ალბათ ადამიანს რაც გაქვს გულსა და გონებაში, ამას ვერავინ ვერ წაგართმევს და ყველგან ჩვენ ვიქნებით და ყველგან შევძლებთ ადამიანების მხარდაჭერას. კარგი იქნებოდა ის მასშტაბები გაგრძელებულიყო, როგორც ეს ხდებოდა ხოლმე თუნდაც დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის შედეგად, მაგრამ როგორც ჩვენი ამერიკელი მოხალისე, რომელიც ახლა კადრს მიღმა არის, ამბობს ხოლმე, რაც არის, ეს არის. ხო, ახლა ასე ვართ, რაც არის, ეს არის და იმედი მაქვს, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება. დაგემშვიდობებით და ყველას გისურვებთ წარმატებას.